სწავლობს თუ არა სუსი გურიაში მარია და იულია არხიპოვების საქმიანობას. სამსახურის სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებას არ გამოხმაურებია. რუსეთის მოქალაქეებმა ლანჩხუთში 14,000 კვადრატული მეტრი მიწა იყიდეს და ამბობენ, რომ იქ დრონებისა და თანამგზავრების საწარმოო ინფრასტრუქტურის აშენება უნდათ. საუბრობენ კოსმოსში ხალხის გაშვებაზეც. აი ფაქტის გამოძიებით კი ირკვევა, რომ ისინი რუსულ პრავ ფონდთან თანამშრომლობენ. ორგანიზაციას უგზავნიან ანგარიშებს, სადაც წერენ, რომ რუსულენოვანი მოსახლეობა საქართველოში განიცდის სისტემურ დისკრიმინაციას და თავდასხმებს. მოითხოვეს რუსული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭება და კრემლს ურჩევენ საქართველოში განათავსოს რუსული ჯარები. 2023 წლის მარტში ისინი ამ ორგანიზაციას წერდნენ, რომ საქართველოში ლალი მოროშკინას უფლებებს იცავენ. მათი თქმით, მოროშკინა მათ თავად მიმართა როგორც ადვოკატებს, რადგან რუსეთის ტელევიზიაში გამოჩენის გამო თავდასხმისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო. აი ფაქტთან ლალი მოროშკინამ ეს უარყო. ახლა ნამდვილად უნიკალური მომენტია, როცა შესაძლებელია მოლაპარაკება მოქმედ ადეკვატურ მთავრობასთან. ტერიტორიების დაბრუნება რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსების სანაცვლოდ არის რეალისტური პოლიტიკა, რომელიც ყველასთვის სასარგებლოა. საქართველოში მოსახლეობის 80%-ზე მეტი რუსულად საუბრობს, ამიტომ გონივრულია რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადება. ევროკავშირი და ნატო ჩვენ შემთხვევაში მიუღებელია. ჩვენი ამოცანები მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან არის დაკავშირებული. ყველაზე ცნობილი რუსული დასახლებებია: გრიგოლეთი, შეკვეთილი, ურეკი, მალთაყვა და ფოთი. ეს ამონარიდებია იმ 600-ზე მეტი წერილიდან, რომელიც არხიპოვებმა რუსულ პრავ ფონდს ბოლო 10 წელში გაუგზავნეს. მიმოწერებშია არხიპოვების მიერ გაგზავნილი ვრცელი ანგარიშებიც, რომელსაც პრავ ფონდი რუსეთის განათლების სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აგზავნიდა. მარია 46 წლისაა. იულია 45-ის. გურიაში მათ დებად იცნობენ, მაგრამ 2013 წლამდე მარია არხიპოვი იყო ევგენი არხიპოვი, ცნობილი იურისტი რუსეთში. ეს ერთი და იგივე ადამიანია. სწორედ მარიას არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო დაინტერესდა მათთან თანამშრომლობით პრავ ფონდი. მაშინ არხიპოვები რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვითა და აქტივიზმით იყვნენ დაკავებული. მარიამ სქესის შეცვლამდე, როცა ჯერ კიდევ ევგენი არხიპოვი იყო, მეუღლესთან ერთად შექმნა რუსი ადვოკატების ასოციაცია ადამიანის უფლებებისთვის. დღეს რასაც საქართველოს შესახებ აწვდიან რუსებს, ხო? ძალიან ჰგავს იმას, რასაც მანამდე უკრაინაში აკეთებდნენ. ისინი რუსებს ეუბნებიან, რომ საქართველოში რუსები იჩაგრებიან, ოკუპანტებს გვეძახიან, გვდევნიან, გვაგდებენ. ასევე ისინი ეუბნებიან, რომ საჭიროა რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად მიღება საქართველოში. ისინი ამბობდნენ, რომ იყვნენ დევნილები, რუსეთიდან გამოქცეულები იყვნენ, ამ როლს ირგებდნენ. ისინი ასევე ამბობდნენ, რომ იყვნენ დები ან დეიდაშვილები, თუმცა როგორც ჩვენ დავადგინეთ შემდეგ, მარია არხიპოვა წარსულში იყო ევგენი არხიპოვა და ისინი რეალურად არიან წყვილი და არა დები. ამასაც ატყუებდნენ გურულებს და აი ჰქონდათ ეს რაღაცა ამბავი მორგებული, რომ ისინი არიან რუსეთიდან გამოქცეული დები, რომლებიც პუტინის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდნენ და ამის გამო მოუწიათ ქვეყნის დატოვება. ესტონეთისა და ლატვიის დაზვერვის სამსახურების ცნობით პრავ ფონდი, რომელთანაც იულია და მარია არხიპოვები თანამშრომლობენ, რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ინსტრუმენტია. პრავ ფონდი იყო ის ორგანიზაცია, რომელმაც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელ ვადიმ კრასიკოვის ადვოკატის ხარჯები დაფარა. უსაფრთხოების სპეციალისტებს არ უკვირთ, რომ სავარაუდო აგენტები საქართველოში თავისუფლად საქმიანობენ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დეკლარირებული კურსი არის ის, რომ ის რუსეთს საფრთხედ არ განიხილავს, მithumetes რუსეთიდან ჩამოსულ ასეთ ბიზნესმენებს იმედია ამის შემდგომ მაინც დაინტერესდება საქართველოს უსაფრთხოების სისტემა და შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს, უბრალოდ მე რამდენადაც ვიცი, ეს ადამიანები უკვე საქართველოში აღარ იმყოფებიან. ნებისმიერი შემთხვევის მიმართ საქართველოს ხელისუფლება იჩენს გულგრილობას, ოღონდ არ აწტენინოს რუსეთის ხელისუფლებას, თუმცა თუ ესენი კერძო პირები არიან, მაშინ გაუგებარია მათი პასუხისგებაში მიცემა, რატომ იქნება რუსეთისთვის ესეთი გამაღიზიანებელი ფაქტორი, მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე ამ გამოძიებაში მოყვანილი ის გარემოებებიც, რომ ისინი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ რუსულ ფონდებთან, რომლებიც საყოველთაოდ აღიარებულია როგორც რუსული დაზვერვის საცეცები
იმედი ვიქონიოთ, რომ უსაფრთხოების სამსახურს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა და შესაბამის ღონისძიებებს მიმართავდა უბრალოდ ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით და არ გაუზიარა ეს საზოგადოებას, თუმცა ეჭვმეპარება ამაში